გაუმარჯოს. აი რისი თქმა მინდა იცით? აი მაგარი ყლე ქვეყანაა რა. არაფერი ამ ქვეყანას არ გამოვა. აი ნახავთ რა როგორ ძღნელშიც არის ესე იქნება სულ რა. ბოლო რამოდენიმე საუკუნე ხო არის ძღნელში და ესე იქნება სულ რა. იმიტომ რომ ხალხია ეგეთი რა. ამ ხალხისგან არაფერი არ გამოვა. 9 საათი უწევია მაღაზიას, 9 საათამდე მუშაობა, 8 საათზე მოდივარ დაკეტილია რა. კეტავენ და მიდიან. ჩაკეტეს წავიდნენ. აი მითხარით, აი რა გამოვა ესეთი ქვეყნისგან, სადაც აი ესე მუშაობს ხალხი, აი ესე ყალეზე მკიდია ხალხი ცხოვრობს და ესეთი ქვეყანაა რა. იმიტომ ჩააბარა რუსეთს ეს ქვეყანა ერეკლენ. ამათგან უკვე არაფერი რო არ გამოვიდო და იცოდა, აი მილიონჯერ ცადა რა და 3000 კაცი რომ მოვიდა წანისის ბრძოლაში, რომელი ბრძოლაც პირველ დღეს მოიგო. აი ერთი 4000, 1000 კაცით მეტი რო ყოლოდა მოიგებდა. 10000 მოვიდა დასაფლავებაზე ერეკლესი. შილაფლავის საჭმელად მოვიდა 10000 და საომრად მოვიდა 3000. არაფრის მაქნისი ხალხი არ არიან ქართველები რა. ბეზდელნიკები რა. ილიამ სწორი თქვა 100%-იანი ის ბედნიერი რო დაწერა რა. ცირე დიდი ყველა ფლიდი სუღლუტი და მანკიერი. აი ამაზე კარგად დახასიათება არ არსებობს რა. რატო წერს 9 საათი სამუშაო, 9-მდე მუშაობ, თუ 8-ზე სახში მიდიხარ, შენი დედა შევეც. 2000 ლარი მედო ჯიბეში მივდიოდი ტელეფონის აყიდლად. ეხლა წავალ ხვალდილას და ვიყიდი სხვაგან, აქ აღარ მოვალ. ხო დაკარგა 2000 ლარი. აი ესეთი ამ ხალხისგან რა გამოვა? აი გამოთქვა როა როგორც ჩემი ყალისგან სალამური არ გამოვა, ისე შენგან კაცი არ გამოვა, აი ისეა რა. აი ამის თქმა მინდოდა მე. აი 25-იც იმიტომ 15 10 კაცის მეტი არავინ არ მოაგენ ნახეთ თქვენ. ხო ამდენი კაცი იძახის, აუ ჯიგარი ხარ და მოვალ და აუ ჩემ გულში ზიხარ და რაღაცებს ამნაირებს ხო იძახიან. აგენ ნახეთ აი 10 კაცზე მეტი თუ მოვიდეს. არ არის ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი რა. ესენი უნდა ტყნა, ან სააკაშვილმა უნდა ტყნას, ან ბიძინამ უნდა ტყნას რა. ღირსია ეს ხალხი რა. ეს ხალხი თავისუფალი ლაღი ცხოვრების და კაი ცხოვრების ღირსი არ არის რა. ყონა და შიმშილში უნდა იყოს ეს ხალხი და კიდევაც არის რა. აი ამის თქმა მინდოდა მე.